სხვადასხვა ფორმით შეექმნა მათი დაბადებიდან კი გამოყვანეთ სამსახურში, მანამ დაიწყო ამის კეთება. ზოგადად ყველას ენიჭება ეს სახელი ზოგადად. ნაცვლად იმისა, რომ მუდამ ველაპარაკობთ ვინ არის ჩვენი არის არასწორი დამახინჯებული ცოცხლდება ხოლმე არის გასული წლის მარტში ამთნელ რომ ძალიან გზელი გზაქონდა გასმიმართ არასოდეს რატოს აკრავდია სახელმწიფო მოხდა რამდენიმე ქვეყნის ერთად მიერთება ნატოს. ანუ მომენტი ხდება და შეიძლება რომ მათ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიის 20% იყო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და თუ ეს პროცესი არ უშლის ხელს მაშინ რა ფაქტორები აფერხებს ჩვენს დატოში გადაღებას. ამ პროცესს ეს არ უშლის ხელს. არც არასოდეს არ არის ამ თქმის არც დოკუმენტში არ წადია არც 2008 წელს ჩვენთვის რომ მხოლოდ იმის შემდეგ მოხდება საქართველოს გაწევრიანება ეს დეოკუპაცია იქნება. ჩვენ თუ გვინდა რომ ვინმე ჩვენი პრობლემები გაიზიაროს, ჩვენც უნდა დავიყოთ, რომ მათთან ერთად ვიდეთ, სადაც მათ ტიპოთ და მათ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველ რიგში უზარმაზარი მადლობა მინდა უთხრა ყველა დამსწრეს, რომ შაბათ დღეს მოვიდნენ და დაინტერესდნენ ამ შეხვედრით. ვისაუბრეთ ვფიქრობ, რომ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გქონდა, ამას თავად მონაწილეები ალბათ უკეთ ტყვიან, მე ყოველ შემთხვევაში შევეცადე რომ ყველა მათ კითხვაზე პასუხი გამეცა. ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე იყო საუბრები, როგორც ნატოს, ასე ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენს მისიებზე და იმ ოპერაციებსა თუ ღონისძიებებზე, რომელშიც საქართველოს შეერაღებული ძალები მონაწილეობენ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო ჩამოსული ქალბატონი თინა ხიდაშელი, ჩვენი თავდაცვის მინისტრი, იყო კითხვა-პასუხის შესაძლებლობა ჰქონდა, ანუ დაგვესვა კითხვები მინისტრისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვის, რათა ხალხი გაეცნობა ნატოსთან ინტეგრაციის გეგმებს, გაეცნობა ახალ სიახლეებს, გავიგებთ უფრო მეტ შესაძლებლობებს თუ რა ელოდება საქართველოს წინ და ეს არის ჩვენი განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი პირისგან, მინისტრისგან ვღებულობთ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნივერსიტეტს სულ აქვს ურთიერთობა ამ პრობლემებთან, ევროპულ პრობლემებთან, ინტეგრაციის პრობლემებთან, ევროამერიკულ სტრუქტურებთან ურთიერთობის. ეს განათლებაში ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როდესაც ამ საქმეში პოლიტიკა ჩაერევა და ამ პოლიტიკურ პროცესებს პირველი პირი მოგვასწვის ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.